ქართულ ჭიდაობაში ხო მოხსენი რეკორდი. ეს ისტორია რო დაიწერა, ესეც მსვამას ვიზახდი ყოველთვის, რომ ყველაფერი ღმერთის ნება გაცვა ერთ საუკუნე ხდება და მე რაღაცა უმარჩია მეთქი. ანალოგიურად ხდება. ყველაზე ახლოს სავარე ხლა სუსამ კაცა აქ ეს ზიგაროკანოს და ისეთი მონუმენტია, ძალიან ლამაზია და მინდა რომ ჩემი მონუმენტი ბავშვებმა და ის რასაც მე ჩამოვიტან ალბათ ამ ღმერთის წყალობით თუ კარგად ვიყავი თუ ჯანმრთელად ვიყავი, მე მგონი ეგეც მოხდება. და მინდა რომ აი შემოხვედით დაინახეთ ამ ძიუდოს ფედერაციაში რამდენი თასია და მინდა რომ ისტორიას რაღაც მე შევმატო ახლა ესეთი რაღაცა საქართველოში არავის არ ექნება მარტო აქ სამ კაცს გამეორდები ბევრჯერ ვიძახი ამას ერთი ერინერი მეორე არის რაჯაბლი აზერბაიჯანი მესამე არის კოპე და მეოთხე ვარ ყველაზე ახლოს მე ალბათ და იმედია რომ საქართველოში ჩამოვიტან მაგ თასს რა და მაგიტომ წვალობდა ანუ ბატონო ალექს 10 გზის ჩემპიონს აძლევენ ზიგაროკანოს მარტო ზიგაროკანოს აძლევენ ვინც 10 გზელი გახდება მსოფლიო ჩემპიონი და ისე მე მგონი მოხსენი ყველანაირ რეკორდს ჩემი აზრით ვიწვალე ვიშრომებ ძალიან ბევრს და მოხსნი ბევრჯერ ყოფილა აი ჩემი დარბაზი ხო გაჩვენეთ ყარა დარაჯი ის მეთქვია რომ ზაფხულში აგვისტოში ყველა სიცხერვა თამზიანათებს 1.50 გრადუსი სიცხეა ხოლმე და რო ვარჯიშობ მეთქვია ხოლმე კამერაში შემოიხედე მეთქი რომ არაფერი მომივიდეს და რომ მე რო დავფიქრდები ხოლმე და ვიტყვი რა მაკლია ხო არაფერი არ მაკლია ღმერთის წყალობით ხალხსაც უყვარო არ და რა თავს ვიკლავ აი ბევრჯერ დავждარ ვარ და 9 საათი გონზე ვერა ვარ რო წავსულიყავი სახში ისე ვიღლები მეორე დღეს ისევ მადგორბი ვარ ცხოვრების წესია სპორტული ცხოვრება გეფიცები ეს ჩემი ცხოვრების წესი ყოფილა ამას ვერ თან უყურე ხალხს ხო დღითი დღე ვგზნობ ხალხის სიყვარულს რაც ყველაზე მთავარია და მე ამ საქმეს არ მოვშორდებ მით უმეტეს ამ სპორტში ყალიბდება ადამიანობა სიყვარული ბოროტობა და რა ვიცი ეგ მოჭიდავებისგან და სპორტსმენებისგან შორს რომ ყველასი კაი მიხარია და ყველა ქართველი მინდა რომ დღევანდელ საქართველოში ბედნიერი იყოს და ყველა კარგად ცხოვრობდეს